გამარჯობათ. დღეს ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია ყვაშლავა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი. ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი. მოგლედ შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენ წინა გადაცემებში ვსაუბრობდით შემდეგ თემაზე. ეს არის მათემატიკური მოდელირება და ამ თემის გარშემო გვექნება საუბარი პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის აღწერი დინამიური სისტემების კვლევა. ეს კვლევა ჩვენ ვაწარმოებთ სამი მეცნიერ არიან ჩვენ ჯგუფში, ესე იგი პელაზგური ჯგუფი. ეს არის ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი და დოქტორი პროფესორი თემურ ჩილაჩავა. მე გია ყვაშლავა, მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გიორგი ფოჩხუა, მათემატიკის დოქტორი. ამ თემის გარშემო ჩვენ მოდელი წარმოვადგინეთ წინა გადაცემაში და ამ მოდელის მიხედვით შესაძლებელი გახდა მათემატიკური მოდელზე საუბარი და შესაბამისი მისი კომპიუტერული მოდელი. ამ მოდელების საშუალებით შესაძლებელი გახდა იმ საკითხების გარკვევა, რაც ისტორიულად ან წერილობითი წყაროების სახით არაფერი არ შემოგვინახა იმ პერიოდებზე და არ გვაქვს ჩვენ წარმოდგენა წინარე პერიოდში პროტოქართველური მოსახლეობა სხვადასხვა პერიოდში რამდენი იყო რიცხობრივად. და სწორედ მათემატიკური მოდელი გვაძლევს საშუალებას ეს საკითხი გავარკვიოთ. პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის პირველ პერიოდზე ვსაუბრობთ. ეს არის მათემატიკური მოდელები და მისი შესაბამისი კომპიუტერული მოდელები. პროტოქართველური მოსახლეობის დინამიკის მათემატიკურ მოდელზე გვექნება საუბარი დღეს. ამოცანა როგორ დავსვათ და მისი ამოხსნა მე გადავწყვიტოთ. ჩვენ განვიხილავთ ძველ წელთაღრიცხვის 5000-დან 2500 წლების პერიოდს, ამ საკითხზე ჩვენ საუბრობდით, დაახლოებით 7000-დან 4500 წლების პერიოდში, დღეიდან რომ გადავთვალოთ. აი ეს პერიოდი დაახლოებით არის, რომ ვთქვათ, 2500 წელი. ამ 2500 წლის განმავლობაში, რომელიც არის პირველი პერიოდი, პროტოქართველური მოსახლეობა მეტყველებდა საერთო ქართველურ ფუძე ენაზე, ვისაც ეს კარგად არ აქვს წარმოდგენილი, წარმოვიდგინოთ მარტივად ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური, ლინგვისტურად, ენათმეცნიერული კვლევებით, ჯერ დაიწყო გერმანიაში, შემდეგ პეტერბურგში და მერე საქართველოში ძლიერად და დღეს უკვე ქართველოლოგიური მეცნიერება, როგორც ენათმეცნიერების დარგი არსებობს. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს 4 ენობრივი სისტემა ერთი წარმოშობისაა. ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური. ლინგვისტურად ეს არის კანონზომიერი შესატყვისები ქართულის, მეგრულის, ლაზურის და სვანურის, როგორც სიტყვობრივ მასალაში, ასევე სხვა მიმართულებითაც. ამიტომ დადგინდა, რომ ეს ერთი ენობრივი ოჯახია და ამას დაარქვა შუხარტმა ქართველური ენათა ოჯახი და ეს ტერმინი შემოტანილი იქნა 1894 წელს. მოქმედებაში 1895 წელს შემოვიდა ეს ტერმინი. საერთო ქართველური ენა, რომლის რეკონსტრუქციის სისტემა წარმოადგენს მაღალ დონეზე ენათმეცნიერულად, რასაც მეცნიერება ჰქვია და არა ის საკითხები, რომლებიც ყოველთვის არასწორადაა წარმოდგენილი ზოგჯერ Facebook-ებზე, Facebook-ის სხვადასხვა პოსტებზე. ეს არის ამ შემთხვევაში დავასახელებთ თამაზ გამყრეძისა და გივი მაჭავარიანის წიგნს,
სონანთა სისტემა და აბლაუდი ქართველურ ენებში. ვისაც ეს წიგნი კარგად არ აქვს შესწავლილი, ეს არ ეხება ენათმეცნიერებს. ვისაც ეს წიგნი კარგად არ აქვს შესწავლილი, მათ ამ წარმოდგენა მეცნიერულ ღირებულებაზე ძალიან დაბალია. მეცნიერება ეს არის ცდის შემოწმების საშუალებები. თუ საკითხს რომელსაც ვერ გადავამოწმებთ და ვერ მოვახდენთ მის შედარებას, ეს უკვე მეცნიერება არ არის, არტეფაქტი არ არის, შესაბამისი მასალა არ არის და შედეგი ვერ დადგება. ანუ ჩვენ ვერ ვიაზროვნებთ ადამიანები ქაოტურად, არამედ ჩვენ ვაზროვნებთ როგორც ლოგიკური და მიზანმიმართული შედეგების მიმართულებით. ახლა ძვირფასო ქართველებო, პროტოქართველური ენა ეს არის, როგორც ვთქვი, საერთო ქართველური ენა, დაახლოებით 7000 წლის წინ ის ერთიანობრივი სისტემა იყო, დავასახელეთ ქართული მეგრულ ლაზური სვანური. ბევრჯერ გვესმის გაუგებარი რამ ზოგჯერ, რომელთაც წიგნების წაკითხვა არ მოწონს საზოგადოებას. და ესე არ შეიძლება, თუ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ჯერ თემის გარშემო ცოდნა უნდა დავაგროვოთ. საერთო ქართველური ენობრივი სისტემა 7000 წლის ერთიანი იყო და ეს დავითვალეთ ჩვენ 5000-დან 2500 წელი ქრისტეს შობამდე, ანუ დღეიდან რომ გადავთვალოთ ამ წლებს დავამატოთ 2000 წელი. საერთო ქართველური მოსახლეობა, ანუ მასზე მოსაუბრე მოსახლეობა გავრცელების არეალი მოიცავდა გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონებს. მათ შორის სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვისპირეთის, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა და შუა მდინარეთის, შუმერის ტერიტორიებს. ჩვენ როგორ ვამბობთ ამას? ეს არის ჰიპოთეზა და რიგი ლინგვისტური მასალების შედარებით შედეგად დგინდება, რომ კომუნიკაცია სხვადასხვა ტომებს შორის ხდება და სიტყვათა საერთო სისტემა იქმნება და ეს არის კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება. ანუ როგორც ვთქვათ, ილექება მარტივად რომ ვთქვათ, ერთი ენის სიტყვა მეორე ენაში და ეს კომუნიკაციის მაჩვენებელია. აღნიშნულ ადგილებში ისინი ამყარებდნენ მჭიდრე კულტურულ, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, როგორც მეზობელ პროტოინდოევროპულ, ასევე შორეულ, პროტოქამიტურ, სემიტურ და ნაწილობრივ პროტოდრავიდულ და სხვა ეთნიკურ ჯგუფებთანაც. რაც ხელს უწყობდა მათი ენობრივი და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებასა და ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. ამ კონტაქტების შედეგად ორი შესაძლო სცენარი ვითარდებოდა. ერთი მხრივ პროტოქართველური მოსახლეობა თავად ახდენდა ახლომდებარე თუ შორეული ეთნოსების ასიმილაციას, ხოლო მეორე მხრივ სხვადასხვა გარემო ფაქტორების ზეგავლენით თავად განიცდიდა არაბუნებრივ დემოგრაფიულ შემცირებას და კულტურულ ტრანსფორმაციას, ანუ დისიმილაციას აღნიშნულ ჯგუფებთან მიმართებით. ეს პროცესები, რომლებიც უკავშირდება საომარ ექსპანსიებს, ეკონომიკურ კრიზისებს, ეკოლოგიურ ცვლილებებს, სოციალურ მიგრაციებსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას. მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პროტოქართველური მოსახლეობის საერთო დემოგრაფიულ დინამიკასა და კულტურულ თვითყოფადობაზე. პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობის დინამიკის ასახწერად მისი ცვლილების პროგნოზირებისათვის ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში და დღეს უკვე ცალსახად წარმოგიდგენთ, გამოვიყენებთ კოშის ამოცანას რიკატის სვლაც-კოეფიციენტიანი დიფერენციალური განტოლებისათვის. აი, ამ განტოლების და მისი შესაბამისი ამოცანის დასმის შედეგად გვაქვს საშუალება გავიგოთ 7000 წლის წინ და 5500 წლის წინ ამ პერიოდში როგორი იყო პროტოქართველური მოსახლეობა. როცა პროტოქართველური მოსახლეობის თავდაპირველი რაოდენობა ზოგადად აღრიცხვის 5000 წელს
დაახლოებით უნდა ყოფილიყო ჩვენ ეს განსაზღვრეთ მრავალი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით საწყის მომენტში დაახლოებით 1 მილიონს შეადგენდა. აქ არის მოცემული პროტოქართველური მოსახლეობის დემოგრაფიული ფაქტორი, ის აღნიშნოთ ალფა ტეთი, ეს ნიშნავს ბუნებრივ შობადობას სიკვდილიანობის რაოდენობის მაჩვენებელი რომაა, ბეტა ტე პროტოქართველური მოსახლეობის დის სიჩქარის თვით შეზღუდის კოეფიციენტი, რომელიც ამ მოსახლეობის დიდ ან უსასრულოს დას ზღუდავს. ესე იგი პროცესი დემოგრაფიული გამრავლებისა, ყოველ შემთხვევაში მოსახლეობის გამრავლება ეს ხო შეუძლებელია ვითარდებოდეს სწრაფად. ანუ იქ არის სივრცეს აქვს მნიშვნელობა, სხვადასხვა დამოკიდებულებები და მთელი სისტემა, მაგალითად ეს არის ტერიტორიების, საკვებისა და ეკონომიკური რესურსების მოპოვების დროში და ბრძოლები, ურთიერთზემოქმედებისა და ინფექციის გავრცელების პროცესი. ხოლო ეტატე პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების არაბუნებრივი ფაქტორი, ანუ ის მოსახლეობის მიერ მეზობელი პროტოინდოევროპული, ხურიტული თუ არა მეზობელი პროტოქამიტური, სემიტური, ნაწილობრივ პროტოდრავიდული და სხვა ხალხის ასიმილაცია, ეს ეტა უარყოფითია, ან პირიქით დისიმილაცია, და რომელიც არის ფუნქცია ტ დროზე დამოკიდებული მეტია ნულზე. და პროტოქართველური მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღნიშნულ ხალხებთან მიმდინარე საომარი პროცესების დროს. ეს არის განტოლება რიკატისა დუ დეტე უდრის ალფა ტ გამრავლებული უზე ესეთი სახის მინუს ბეტა ტ u კვადრატი და მინუს ეფსილონ ტ. და მისთვის კოშის გამოცანა დასრულია u ტ როცა უდრის 0 მომენტში, ანუ საწყის მომენტში ჩვენ ავიღეთ ძვირთაღლის 5000 წელი, ანუ 7000 წლამდელი პერიოდი. ეს არის განსაზღვრული რიცხვი, რომელიც ჩვენ ავიღეთ დაახლოებით 1 მილიონი. თქვათ, აი ეს განტოლება, როგორც ვთქვით, თუ გვაქვს ერთი კერძო ამონახსნი, მაშინ ამ განტოლების ამონახსნი იწერება როგორც კერძო ამონახსნისა და შემდეგი ესე იგი სადაც შემდეგი v ფუნქცია იქნება ბერნულის განტოლების ამონახსნი. ბერნულის განტოლება ამოხსნადია, ხოლო ესე იგი რიკარტის ზოგადი განტოლება, დიფერენციალური განტოლება დღესაც გადაუწყვეტადია, ანუ ზოგადად არ იხსნება და რა აქვს წმინდა მათემატიკურ სამეცნიერო მიმართულებით ამ ხრივ არ გვაქვს შედეგი. ზოგადად მთელ მსოფლიოს სამეცნიერო წრეებზე საუბარი. მოკლედ აქ მიღებულია ამონახსნი კონკრეტულად დაუშვათ თუ მივიღეთ რიკარტის განტოლებისთვის ერთი ამონახსნი რაღაცა სახით და მაშინ მეორე ამონახსნიც მოიძებნება და ამით ზოგადი ამონახსნი ჩავწერთ რიკარტის განტოლებაში. ქვემოთ განვიხილავთ ამოცანისთვის სხვადასხვა შემთხვევებს. ყოველ შემთხვევაში ბერნულის განტოლება კერძო შემთხვევაა რიკარტის განტოლებისა, რომელიც ეფსილონი ნულია და არ არის ამ განტოლებაში. ბერნულის განტოლებისთვის კოშის ამოცანა და მისი კონკრეტული შემთხვევებია ჩვენი საქმე ახლა. თქვა წარმოვადგინოთ ასეთი განტოლება DUT უდრის ალფა U მინუს BT U ხარისხად, ანუ U კვადრატი და U T უდრის 0 მომენტში იყოს 1 მილიონი. კოშის ამოცანა ბერნულის სვლაკოეფიციენტებიანი განტოლებისთვის გვაქვს ეს. ყოველ შემთხვევაში ეს ამონახსნი ცნობილია, იწერება მათემატიკურად და აქედან გამომდინარე რიცხობრივ მნიშვნელობას ვღებულობთ. შემთხვევა განვიხილოთ ისეთი, როცა მუდმივებია რიცხვები. აი ეს შემთხვევა, რომელსაც მუდმივი კოეფიციენტები აქვს, ეს უკვე განიხილა ცნობილმა მეცნიერმა ფერჰიულსტიმ
და ეს მოდელი, ეს ვარიანტი ცნობილია როგორც ლოგისტიკური ზრდის მოდელი და მას მეორენაირად ქვია Fairhurst-Perlis მოდელი. ამ მოდელის მიხედვით პირობებისა და მრავალი სხვა ტოლობების გათვალისწინებით ამოცანის ამონახსნი წარმოიდგინება S ფორმის მრუდი სახით და ეს შეიწერება ამონახსნი ამ შემთხვევაში. ეს გვაძლევს საშუალებას დავითვალოთ ძველწედაყრიცხვის 5000 წელს იყო 1 მილიონი და შემდეგ რამდენი გახდა ძველწედაყრიცხვის 5000 წელს ამ განტოლების ამონახსნის საშუალებით. რიგი სხვადასხვა შემთხვევები აქვს განიხილული, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ნაშრომებში, ყოველ შემთხვევაში ჩვენს დისერტაციაში, და ფუნქციები, რომელიც არის კოეფიციენტები სხვადასხვა ვარიანტებია შერჩეული, სხვადასხვა მასალა, ამით გაანალიზებულია, რამდენი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში რა შესაძლებლობა გვაქვს გავიგოთ პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობრივი თვალსაზრისით. რიკატის განტოლებისთვის კოშის ამოცანის ზოგიერთი ზუსტი ამონახსნი მიღებულია. განვიხილეთ კოშის ამოცანა რიკატის დიდწილად კოეფიციენტებიანი განტოლებისთვის, რომელიც აღწევს იმ რაოდენობრივ დინამიკას, როცა პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა იცვლება მათი ბუნებრივი შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის დემოგრაფიული ფაქტორის შედეგად, ასევე პროტოქართველური მოსახლეობა ახდენდა მეზობელი პროტოინდოევროპული და ხურიტული თუ გეოგრაფიულად უფრო დაშორებული პროტოქამიტურ სემიტური ნაწილობრივ პროტოდრავიდული და სპაეთნიკური ჯგუფების ასიმილაციას, რაც სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა გარემოებებზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, ეს მოდელი ითვალისწინებს აღნიშნულ ეთნიკურ ჯგუფებთან საომარი კონფლიქტების შედეგად პროტოქართველური მოსახლეობის დანაკარგებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მისი რაოდენობრივ დინამიკას. როცა რიკატის განტოლებაში კოეფიციენტები გვაქვს მუდმივები, ამონახსნები გვაქვს წარმოდგენილი და ეს შედეგები, როგორც ვთქვით, დაბეჭდილია სამეცნიერო ნაშრომში. ეხლა განვიხილოთ ის შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში არამუდმივია, ეგეთი შემთხვევებიც გვაქვს განხილული და ეს ზოგადად მიღებული ამონახსნი დაწერილი გვაქვს. ანუ კონკრეტულად თუ კოეფიციენტები რიკატის განტოლებაში თუ მივიღებთ რაღაც ელემენტარული ფუნქციების სახით, შედეგი გვექნება ამ ამონახსნის მიღება შესაძლებელი, მაგრამ ზოგადად, როგორც ვთქვით, რიკატის განტოლება დღემდე ამოუხსნადია. ანუ დღემდე არ არის ამოხსნილი. ეს ართულებს დემოგრაფიული პროცესების შესწავლას, თუმცა რაც შედეგებიც გვაქვს მიღებული, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენ წინა გადაცემებში ვთქვით, ეს პროცესი, სწორედ დემოგრაფიული პროცესების შესწავლამ გამოიწვია სწორედ ეილერის, ლაიბნიცის, ნიუტონის და სხვა დიდი მეცნიერების დაინტერესება და ასე დასაწყისში ყალიბდება გამოყენებითი მათემატიკიდან, ანუ გამოყენებითი მათემატიკიდან უშუალოდ იშვება, ანუ ასე რომ ვთქვათ, წმინდა მათემატიკა, ანუ განზოგადებული საკითხების შესწავლა, ანუ კონკრეტული ამოცანების უფრო განზოგადება ხდება და ასე ყალიბდება წმინდა მათემატიკური მეცნიერება, მათემატიკური თეორია. ამდენად რიკატის განტოლებისთვის კოშის ამოცანის გარკვეული შემთხვევებისთვის მიღებული ამონახსნების საშუალებას იძლევა, რომ პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა შეფასდეს და განისაზღვროს მისი დინამიკა სხვადასხვა სცენარის პირობებში. რადგანაც ჩვენ გვაქვს მიღებული მათემატიკური მოდელი, ამ მათემატიკური მოდელის შედეგად ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მივიღოთ შესაბამისი კომპიუტერული მოდელი და ამ კომპიუტერული მოდელის საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობრივი დინამიკა, ასიმილაციისა და დისიმილაციის პროცესები, ასევე სოციალური და ისტორიული ფაქტორების გავლენა, რომლებიც განაპირობებდა ამ მოსახლეობის დასს ან შემცირებას დროთა განმავლობაში. კომპიუტერული მოდელი ცვლადი კოეფიციენტებისთვის
როცა კოეფიციენტები იცვლებიან, რომელიც პროტოქართველი მოსახლეობის რაოდენობის დინამიკას ახდენს, თვისობრივად ორ განსხვავებული სცენარით განპირობებულ შესაძლო განვითარებას გადმოცემს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენარები თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. საბოლოო შედეგები პირველი პერიოდის დასასრულს, ანუ 5000 წლიდან ძვ.წ. და ძვ.წ. 2500 წელს დასასრულს, პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობას მიახლოებით ერთნაირ რიცხვს აჩვენებს. კომპიუტერული გამოთვლების საფუძველზე დგინდება, რომ აღნიშნული პერიოდის ბოლოს პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიაღწია დაახლოებით 3-დან 3.6 მილიონამდე ადამიანს. ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ სხვადასხვა ფაქტორების მიუხედავად დემოგრაფიული პროცესები გარკვეულ საერთო ტენდენციას ემორჩილებოდა, რასაც ადასტურებს მოსახლეობის მდგრად ზრდასა და განვითარებას, რაც ეს მაჩვენებელია აღნიშნულ ეპოქაში. ამოდელირებული სცენარების არსებითი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული მათგანი მოსახლეობის დინამიკის განვითარებას განსხვავებულ პირობების, ფაქტორებისა და მექანიზმების გათვალისწინებით წარმოსახავს. პირველი შემთხვევა წარმოვიდგინოთ. თავდაპირველად პროტოქართველური მოსახლეობა საწყის რაოდენობა, რომელიც ჩვენ დაახლოებით ავიღეთ 1 მილიონს შეადგენდა, შეუწყვეტლად ვითარდება 3-დან 3.6 მილიონამდე ეს რიცხობრივად გაზრდა, თუმცა გარკვეულ პერიოდის შემდეგ პროტოქართველური განსახლების ტერიტორიები მოსაზღვრეთ ცხოვრებმა მომთაბარე და მეომარმა თუ მეზღვაურმა ინდოევროპულმა, მაგალითად ნესიტურმა, ინდურ, ირანულმა, ელინურ, ლათინურმა და რომაული ჯგუფის ენებზე მეტყველებმა, ნაწილობრივ ქამიტურ, სემიტურმა, მაგალითად ეგვიპტური, ასური, ბაბილონური, ფინიკიურმა, დრავიდულმა და დრავიდული ცალკე ენათა ოჯახია, ეს არ არის სემიტური, ამ ტომების კვეთრი იერიშებმა განაპირობა ტერიტორიების დაკავება, შევიწროება პროტოქართველური მოსახლეობისა და განსაზღვრულ სივრცეში შემოფარგლა, რამაც გამოიწვია პროტოქართველთა ცხოვრების სწრაფი განვითარების პროცესის შეზღუდვა. ეს ფაქტორი ხელსაყრელ პირობებს არ უქმნიდა პროტოქართველთა შთამომავლებს შემდგომ ზრდასა და შესაძლო გაძლიერებას, რადგან ზემოაღნიშნული ტომები რეალურად ზღუდავდნენ ამ პროცესებს. მეორე შემთხვევა. თავდაპირველად წარმოვიდგინოთ პროტოქართული მოსახლეობა, რომელიც საწყის მომენტიდან 1 მილიონი იყო, გარკვეული პერიოდის შემდეგ მაქსიმალურად მიაღწია 4-ან 4.6 მილიონამდე. რადგან ამ დროის განმავლობაში პროტოქართველურმა საზოგადოებამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესა როგორც მატერიალური ცხოვრების პირობები, ისე სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები. გარდა ამისა, მათ მეზობელ თუ არამეზობელი ხალხების ასიმილაცია მოახდინეს, რაც კიდევ უფრო ამ ზრდას განაპირობებდა. თუმცა გარკვეული არქეოლოგიური მასალებისა და წერილობითი წყაროების გარდა, მათემატიკური ლოგიკაც მიუთითებს, რომ გარემოსა და კლიმატური პირობების ცვლილებებმა, აგრეთვე შეზღუდული ეკონომიკური რესურსების, მაგალითად არასაკმარისი მიწა, ტყეები, წყლები, ნედლი მასალისა და საკვების წარმოების შემცირებამ გარკვეულწილად შეაფერხა პროტოქართველური მოსახლეობის ზრდის გაგრძელებამ. კიდევ უფრო მეტი, პროტოქართველური მოდღვის ხალხის განსახლებამ ფართო ტერიტორიასა და საწარმო ადგილებში ფიზიკურ, გეოგრაფიული, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ბარიერები წარმოშვა, რომლებიც განაპირობებდა მოსახლეობას შორის ხშირი მიმოსვლისა და საკომუნიკაციო სისტემების მორღვევას და არსებული ეკონომიკური რესურსების შეზღუდვას. ამ ფაქტორების მოქმედების შედეგად პროტოქართველთა მოსახლეობამ მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მაქსიმალურ რაოდენობას 4-დან 4.6 მილიონს მიაღწია, გარკვეული დროის შემდეგ ეს დემოგრაფიული რაოდენობა, მონაცემები ვერ შენარჩუნდა და თანდათან შემცირება დაიწყო. ამიტომაც პროტოქართველური მოსახლეობის რაოდენობა
დავიდა, ესე იგი ჯერ 4, ესე იგი მილიონიდან 4 ან 4.6 მილიონამდე ავიდა, მაგრამ შემდეგში დავიდა 3.6 მილიონამდე. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ორი შემთხვევა, ერთ შემთხვევაში 3.6 მილიონი გახდა, მეორე შემთხვევაში პირდაპირ 4-დან 4 მილიონ ნახევრამდე გაიზარდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა ეს რაოდენობრივი მონაცემები და ისევ დააბრუნდა 3-დან 3.6 მილიონამდე, ანუ ორი შემთხვევიდან. პროტოქართველური მოსახლეობის დემოგრაფიული შემცირების პერიოდში პროტოინდოევროპულმა, პროტოქამიტურ-სემიტურმა, პროტოდრავიდულმა და სხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა მნიშვნელოვნად შეზღუდეს მათი ზრდის შესაძლებლობები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ქართველთა მოსახლეობის დემოგრაფიული დინამიკის შენელება, რომელიც მეორეზე იყო ჩვენ შემთხვევაში. ზემო აღწერილი ორივე შემთხვევისთვის კომპიუტერული მოდელირების შედეგად გამოთვლილია 15,246 ვარიანტი. ჩვენი ანალიზისათვის ამოვარჩიეთ მხოლოდ 6 განსაკუთრებული გრაფიკული სისტემა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენს სამეცნიერო ნაშრომებში. და ამ ნაშრომებში დათვლის შედეგად აი ეს მონაცემები ძალიან საინტერესო რიცხვებს გვაძლევს. ორივე შემთხვევისთვის ჩვენ ვთქვით, რომ პირველ შემთხვევაში 1 მილიონიდან გაიზარდა 3 ან 3.6 მილიონამდე, მეორე შემთხვევაში გაიზარდა 1 მილიონიდან 4-დან 4.5 მილიონამდე, მაგრამ ვერ შეინარჩუნა და ისევ დავიდა 3-დან 3.6 მილიონამდე. აი ეს ზემო რაც განვიხილეთ ორივე შემთხვევა, უძველესი წერილობითი ძეგლების ისტორიული, არქეოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მასალების კვლევისა და მათი შესაბამისი მონაცემების დეტალური გარჩევის შედეგად, აგრეთვე გარკვეული მათემატიკური ლოგიკის გათვალისწინებით შეგვიძლია გამოთქვათ მოსაზრება, რომ ამ პერიოდში უფრო შესაძლოა მეორე სცენარი განხორციელებულიყო. ესე იგი, მეორე სცენარში ეს არის სწორედ გაიზარდა და მერე ისევ დავიდა 3-დან 3.6 მილიონამდე. ამრიგად, კომპიუტერული მოდელი, რომელიც აღწერს პროტოქართველური მოსახლეობის დინამიკას ძვ.წ. 5000-დან ძვ.წ. 2500 წლამდე, მრავალ გრაფიკში გვიჩვენებს, რომ თუ ავიღებ T0-ს ძვ.წ. 5000 წელს საწყის მომენტში პროტოქართველური მოსახლეობის საწყისი რაოდენობა დაახლოებით რომელიც იყო 1 მილიონს შეადგენდა, მაშინ რიკატის კონკრეტული განტოლებისთვის კოშის ამოცანის ამონახსნის კომპიუტერული გამოთვლის შედეგად პირველი პერიოდის დასასრულს ძვ.წ. 2500 წელს პროტოქართველური მოსახლეობა იქნებოდა 3 მილიონიდან 3.6 მილიონამდე. აი ეს შესაძლებლობა ჩვენ მოგვეცა დაგვეთვალა არაისტორიული მასალების მიხედვით, არა არქეოლოგიური მასალების მიხედვით. ეს არის ერთგვარად თლიანად სიახლე ენათმეცნიერებაში, ისტორიაში, რომ მათემატიკას შეუძლია ის მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას, რასაც ჩვეულებრივ არტეფაქტები, ესე იგი არქეოლოგიური მასალა ვერ გვეუბნება. აი ეს ძალიან ახალი ინოვაციური მიდგომა, რომლის მოდელი წარმოადგინა პროფესორმა თემურ ჩილაჩევამ და ჩვენ სამმა ადამიანმა, პროფესორმა თემურ ჩილაჩევამ, მე დიაკვაშილავამ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფოჩხვამ ჩვენ ეს დავამუშავეთ და შედეგი როგორც მათემატიკური მოდელი პროტოქართველური მოსახლეობისა და მისი შესაბამისი კომპიუტერული მოდელი წარმოვადგინეთ. ეს არის ნამდვილი მეცნიერული მიდგომა იმისა, რომ ჩვენ ზუსტად შესაძლებლობა გქონდეს წარმოვიდგინოთ ის სურათი, რა იყო ძვ.წ. 5000-დან ძვ.წ. 2500 წელს. ისევ გამიმეორებ, რომ ამის შესაძლებლობა ისტორიულ წყაროებს არ აქვს, იმიტომ რომ იმ პერიოდში წერილობით წყაროები არ არსებობს და ვერც ვიტყვით რა მოსახლეობა როგორ იყო განსახლებული. აი ეს შესაძლებლობა იძლევა გამოყენებითი მათემატიკა
და მისი ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან ძლიერია, როგორც ვთქვით, ეს ინოვაციურია და ერთადერთი ეს არის ალბათ სხვა ენათა ჯგუფებისთვისაც შესაძლებლობას იძლევა, რომ დავითვალოთ. ფაქტობრივად ეს შრომა, ეს შედეგები მიღებული იქნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ცალსახად უნდა აღნიშნოთ, რომ მეცნიერება, რომელიც საქართველოში ვითარდება, პირიქით ხელის შეწყობა ჭირდება და არა ხელის შეშლა. საერთოდ ფაზისის აკადემიის არსებობით ტკისდება, რომ ქართული მეცნიერება ოდითგან არსებობს და საერთოდ საქართველო არის მეცნიერების ქვეყანა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მსმენელებო, ჩვენ ამ თემას შემდეგ გადაცემებში გავაგრძელებთ და გიამბობთ ისეთ მნიშვნელოვან ახალ აღმოჩენებს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ წარმოვიდგინოთ პროტოქართველური მოსახლეობის და მისი შემდგომი ტრანსფორმაციის პერიოდების შედეგები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.